მეორე მსოფლიო ომი, რომელიც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტის სახელით შევიდა ისტორიაში, 1941-45 წლებში გრძელდებოდა. მეორე მსოფლიო ომიდან 91 წელი გავიდა. აღნიშნულ ომში საქართველოს წვლილი ძალზე დიდი იყო. მთლიანობაში საქართველოდან 700,000-მდე ჯარისკაცი და მოხალისე მონაწილეობდა, რომელთაგან თითქმის ნახევარი ფრონტის ხაზზე დაიღუპა. ბევრი კი უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება. ყველაზე მეტი ქართველი მებრძოლი, თითქმის 120,000 კაცი, ქერჩის ბრძოლებში დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომში პროცენტულად საქართველომ ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო ფაშიზმის დასამარცხებლად და რაიხსტაგზე გამარჯვების დროშაც სწორედ ქართველმა 25 წლის მელიტონ ქანთარიამ აღმართა. ომი 1945 წლის 8 მაისს დასრულდა. გამარჯვების დღედ კი ოფიციალურად 9 მაისი გამოცხადდა. გორში, სტალინის ქუჩაზე, საბრძოლო დიდების მუზეუმის წინ განთავსებულია მემორიალი, რომელიც პატივს მიაგებს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა და უგზო-უკლოდ დაკარგულთა. ასევე აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპულთა და დაკარგულთა ხსოვნას.